ლანჩხუთის რაიონში რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულება გაიხსნა. კლინიკა 25 საწოლზეა გათვლილი, მათ შორის 5 სარეანიმაციოა. კლინიკა თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურითაა აღჭურვილი და ლანჩხუთის 33,400 მოსახლეს მოემსახურება. ადგილზე ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი. გურიის რეგიონში პირველად სწორედ ლანჩხუთის კლინიკაში ინერგება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა. კლინიკაში 78 თანამშრომელია დასაქმებული, მათგან 13 ექიმი და 20 ექთანია, რომელთაც პროფესიული უნარების სასამაღლებლად შესაბამისი ტრენინგები აქვთ გავლილი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მე მგონი ყველა ლანჩხუთელისთვის, არა მარტო პაციენტებისთვის, არამედ ექიმებისთვისაც. იცით რომ 2 დღის წინ გაიხსნა და უკვე ფუნქციონირებს გადაუდებელი თერაპიის განყოფილება, საკმაოდ კარგი ამბულატორიული კორპუსი შეკეთდა, ყველა პირობა არის იმისთვის რომ ჩვენმა ექიმებმა იმუშაონ და მიიღონ პაციენტები. ამის გარდა ამბულატორიული მიმართულება ჩაერთვება C ჰეპატიტის მკურნალობის პროცესში და ერთ-ერთი სერვის ცენტრი იქნება პირველი სერვის ცენტრი გურიაში. ჩვენ არ გქონდა გურიაში სერვის ცენტრი და ამის გამო პაციენტებს უხდებოდა ციარული ხან ქუთაისში, ხან ბათუმში. უკვე C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებს არ ექნებათ ეს პრობლემა. ლანჩხუთში რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის გახსნა ეს არის დიდი მოვლენა. ვინაიდან აქ არსებული სამედიცინო ტექნოლოგიებით ძალიან ბევრი ავადობის განკურნებასა და დიაგნოსტიკაც შესაძლებელია, რაც ყველა სასიხარულოა, რომ C ჰეპატიტის პროგრამა სრულად ამოქმედება რეგიონში და აღარ მოუწევთ რეგიონის ბარგლების გარეთ გასვლა და დასრულდება ამ შენობის მეორე ფლიგელი, სადაც ასევე აღიჭურება თანამედროვე ტექნოლოგიები. მე ულოცავ გურულებს რეგიონის ყველა მაცხოვრებელს ამ ცენტრის ამოქმედებას.